საუფლო ლოცვა. საუფლო ლოცვა რატომ ეწოდება ეხლა? საუფლო ლოცვა ეწოდება იმიტომ, რომ ერთხელ უფალს თავისი მოწაფეები, თქვენ იცით, რომ მას 12 მოციქული ყავდა. თავისი მოწაფეები სთხოვენ, რომ გვასწავლე ლოცვა ისევე, როგორც იოანე ნათლისმცემელმა ასწავლა თავის მოწაფეებსო. როგორც ჩანს, იოანე ნათლისმცემელმა ასწავლა რაღაცა ლოცვა თავის მოწაფეებს, თუმცა ეს ლოცვა ამ ლოცვის ტექსტი სახარებიდან არ ჩანს, რომელი ლოცვა ასწავლა არ ჩანს. და იესო ქრისტე ასწავლის თავის მოწაფეებს ამ ლოცვას, რომელსაც სხვაგვარად ჩვენ მამაოჩვენოს უწოდებდა. რადგან უფალმა თვითონ ასწავლა ადამიანებს ეს ლოცვა, ამიტომ ეწოდება საუფლო ლოცვა. მას შემდეგ უამრავი ლოცვა დაწერილა წმინდა მამათა მიერ, მაგრამ აი ეს ლოცვა უშუალოდ იესო ქრისტემ ასწავლა თავის მოწაფეებს. ეს ძალიან ღრმა ლოცვა არის. მან ბავშვები თუ ვერ იშენებენ, მშობლებთან გადაიყვანეთ, რომ შვიდად იყო. ძალიან ღრმა არის ეს ლოცვა, მაგრამ მოდი მე მინდა რომ ახლა ჩვენ ამაზე ადრე გვისაუბრია არაერთხელ, მაგრამ ამ შემთხვევაში ზოგი შეიძლება ახალი მოსული ბავშვია, პირველად არის ან შეიძლება ადრეც იყო, მაგრამ შეიძლება რაღაცები დაავიწყოთ. მოდი პირველ სიტყვებს მივაქციოთ ყურადღება. მამაო ჩვენ, აი რო ვამბობთ მამაო, ვის მივმართავთ? ღმერთს მივმართავთ. და ნახეთ აი იესო ქრისტემ რადგან ასე ასწავლა ლოცვა, რომ ასე ღმერთს ასე მიმართეთო. მარტო კი არ მიმართეთ, ახლა ჩვენ ხო ვამბობთ ხოლმე, რომ აი ღმერთო შეგვეწია, ღმერთო დაგვეხმარე, ხო ასეც მივმართავთ. მაგრამ ამავე დროს შენ შეგიძლია მიმართო როგორც მამა. აი ეს გითხრა. მამას ვუწოდებთ ჩვენ ღმერთს. და ასე იგი ჩვენ მისი ვინ გამოვდივართ? ჩვენი მისი შვილები გამოვდივართ. ახლა წარმოიდგინეთ, აი ღმერთი, რომელმაც მთელი ეს სამყარო შექმნა. აი ეს უამრავი პლანეტა შექმნა, ყველა ცხოველი თუ მცენარე თუ მთები თუ ოკეანეები. აი ამ ყოველივეს შემოქმედი. ჩვენ გვეუბნება, რომ შენ ხარ ჩემი შვილი. ახლა მაგალითად აი რო დავფიქრდეთ, ეს ერთი მხრივ ძალიან დიდი სიხარულია, იმიტომ რომ თუ სადმე რამე გაგიჭირდება ღმერთი ყველგან არ. ახლა ჩვენ ყველგან არ ვართ, მე აქ ვარ, სხვაგან ხო არ ვარ ამ დროს. თქვენც იგივე, ან ერთგან ხარ, ან მეორეგან, ან მესამეგან. იგივე ნაირად არიან ანგელოზები. ანგელოზები ყველგან კი არ არიან ერთდროულად. მხოლოდ ერთ ადგილზე შეუძლია ერთ კონკრეტულ ანგელოზს რომ იყოს. მაგრამ ღმერთი არის ყველგან. ერთდროულად შეიძლება აქაც იყოს, იქაც, ყველგან. არ არის ადგილი, სადაც ღმერთი არ არის. და რა ნუგეშია ნახეთ, ყველგან სადაც არ უნდა იყო, მამა არის იქ. ეს ახლა იმედია, რომ ყოველთვის შეგიძლია მიმართო. ყოველთვის შეგიძლია რომ მამის მზრუნველი თვალი შენ გიყურებდეს. და ასედაც არის, მე ადრეც გითხარით სოლომონ ბრძენის სიტყვები. უფლის თვალწინაა კაცის გზები და მის ყოველ ნაბიჯს აკვირდება. ყველა შენ გადადგმულ ნაბიჯს, ყველა შენ ნათქვამს სიტყვას, ყველა შენ ფიქრს, ყველა შენ სურვილს, ჩანაფიქრს, ყველაფერს აკვირდება ღმერთი. და მის წინარე, როგორც ხელის გულზე რაღაცა პატარა ის აი ჭიამაიას რო დაისავს ხოლმე ადამიანი და ყველაფერი იცის, აი რას უყურებ. შენი მის ფიქრები არ ვიცით ახლა რა აზრი აქვს, მაგრამ ღმერთმა ჩვენი ყველაფერი იცის. ჩვენი სულის ძალიან პატარა მოძრაობაც კი იცის. ახლა შეხედეთ, ეს ერთი მხრივ ძალიან დიდი სიხარულია, რომ ჩვენ მივენდობით ღმერთს და ვიცით, რომ ნუგეში შეიძლება ყველგან გქონდეს. მაგრამ მეორე მხრივ პასუხისგებლობა, რომ ღმერთი ყველგან არის. და ესე იგი ყველგან თავშეკავებით უნდა იყო ადამიანი.
და მეორე მხრივ ნახეთ, ახლა მაგალითად აი დავითი, მაგალითისთვის ავიღოთ დავითი. მამამის ქვია გიორგი. ახლა გიორგიმ რო გაიგოს, რომ დავითი სადღაც კარგად მოიქცა. ღირსეულად, აი წარქცეული ბავშვი წამოაყენა. ვიღაცა ტიროდა და დაამშვიდა. ვიღაცა საკვები გაუყო. მოხუცებებო დაინახა და რაღაცა ტვირთი მიატანინა სადღაც. მამის გული როგორ სიხარულით ივსება ამ დროს. ამაზე დიდი სიხარული მამას კი არა აქვს, როდესაც მისი შვილის ღირსეულ აქციას ხედავს. მეორე მხრივ რომ ვნახოთ, თუ გიორგი გაიგებს, რომ დავითი ცუდად მოიქცა სადმე, მამის გული დამწუხრდება. გესმით? აი ესეთი დამოკიდებულება უნდა გქონდეს ჩვენ ღმერთისადმი, რომ ჩვენი კეთილი ქცევით ჩვენ მას გავახარებთ და ჩვენი უღირსის აქციელით, რომელიც არ დაიფარება მის წინაშე, ჩვენ მას დავამწუხრებთ. და იცი ვის დავამწუხრებთ, ვისაც ძალიან უყვარვართ. აი მას დავამწუხრებთ. ამიტომაც ერთი მხრივ თუ სიხარულია, მეორე მხრივ დიდი პასუხისმგებლობაც არის, რომ აი ასეთი წმინდა მამის შვილი იყო, რომ შენის აქციელით მამა არ შეარცხვი. ეხლა მაგალითისთვის ვიტყვი. იგივე აი დავითი, დავითში ჩათვალეთ, რომ ყველანი ვართ. დავითი თუ კარგად მოიქცა, მამას შეუძლია, რომ ხრებ გამართულმა გაიაროს ქუჩაში. იმიტომ რომ იტყვიან, ეს დავითის მამა, აი ბავშვისა კარგად რომ მოიქცა. მაგრამ დავითი თუ სამარცხვინოს აქციას ჩაიდენს, მამა ესე მხრებ გაშლილი ვერ გაივლის ქუჩაში. იმიტომ რომ იტყვიან, ეს იმ დავითის მამა ასე და ასე ცუდად რომ მოიქცა. გესმით? ჩვენი აქციელით ჩვენ შეგვიძლია მამაც და დედაც ხრებ გამართული ვატაროთ. რო თქვა, რომ დაილოცო შენი მშობელი, როგორ კარგად აღუზრდი ხარ, გესმით? მაგრამ ზოგჯერ პირიქით არის, რომ ნეტავინ აღზარდა ესეთი უარგისი, შეიძლება ესეც თქვა. ამიტომ ჩვენი გადადგმული ყოველი ნაბიჯის დროს თუ დავაკვირდით, რომ ეს მარტო ჩვენს საქციელად კი არ რჩება, ეს საქციელი აისახება ჩვენ მშობელზე, ჩვენს დედმამიშვილზე, ჩვენს მეგობარზე. ჩვენ ხო გავეხარდება მეგობარი რომ კარგად მოიქცეს, მაგრამ დამწუხრდებით თუ ის ცუდად მოიქცა რა, უღირსად თუ მოიქცა, ჩვენც ხო რაღაცა გვერიდება მე. და ამიტომ აი ჩვენი საქციელი პირდაპირ აისახება იმაზე, რომ ღმერთი ანგახარებულია ჩვენს გამო, ან დამწუხრებული. ეხლა წარმოიდგინეთ, ღმერთი რომ ჩვენი ღირსეული საქციელის გამო გაიხარებს, ღმერთი შენ სიხარულს მოგაკლებს, არ მოგაკლებს. და სწორედ ღმერთთან სწორი ურთიერთობა არის ჩვენთვის სიხარულის წყარო. ანუ მთავარი აქ ხდება, გულში ხდება, შენ ბედნიერი იქნები თუ არ იქნები, გულის გარეთ ეგ არ ხდება. გახსოვთ ერთი ამბავი რომ მოგიყევით. ერთმა მოხუცმა კაცმა კიდევ ერთხელ მოგიყვებით, არა უშავს, თუ იცით, გამეორება ცოდნის დედაა. ერთი მოხუცი კაცი თავისი ქოხის წინ რაღაცას ეძებს გამალებით და ასე. მივიდნენ თქვენაერი საყვარელი ახალგაზრდები, კი ეჩქარებათ საქმე აქვთ, მაგრამ რო დაინახეს ეს მოხუცი რაღაცა გაჭირებულია და ეძებს, ვერ მიატოვეს. და უთხრეს, პაპი, რას ეძებ, აბა იქნება ჩვენც მოგეხმაროთ, აი რაღაცა დავკარგეო შვილო, რაღაცა სიმდიდ, რაღაცა ძვირფასი ნივთი დავკარგეო და მოდიო ბიჭებო, გოგოებო, მივეხმაროთო, ცოდოა ეს კაციო, მარტო აბა რას იპოვის, თან ახლა მოხუცხოთ, ცოტა თვალთახედვაც აკლდება რა. დაიწყეს ამათ ძებნა. გავიდა ერთი ნახევარი საათი რომ ეძებდნენ. ეკითხებიო, პაპი, გაიხსენე, აბაო, იქნებაო, აქ არ დაგიკარგიაო და სხვაგან დაკარგიო. კიო, შვილო, აქ არ დავკარგეო, შიგნით დავკარგეო ქოხშიო. და მე რამდენი ხანი რატო გვაძებნინებო? და პაპამ უთხრა, განა თქვენ ეგრე არა ხართ უშვილებო, პაპამ სინამდვილეში გაკვეთილი ჩაუტარა. თქვენს განა თქვენ შიგნით არა გაქვთ ის ბედნიერება დაკარგული გულში და გარეთ რატო ეძებთ იმ ტანსაცმელში, იმ ტელეფონში, რაღაცა
ძირფას რაღაცეებში არ არის იქ ბედნიერება. იქ ტყუილად ეძებთ. ბედნიერება არის გულში. ბედნიერება არის სინდისთან სწორ დამოკიდებულებაში. ბედნიერება არის ღმერთთან სწორ ურთიერთობაში. ეხლა მეორე სიტყვა ნახეთ. ჩვენ როგორ ვამბობთ მამაო ჩემო? მამაო ჩვენო. აი დავუშვათ მეც ვამბობ მამაო ჩვენო, შენც ამბობს, სხვაც ამბობს, კიდე ბევრი ამბობს. აი ესე ჩვენი მიმართ, აი ესე. დღეს 8 მილიარდი ადამიანია სოფლიოში დაახლოებით, ცოტა მეტი. ყველა თუ იტყვის მამაო ჩვენო. ჩვენ ერთმანეთისა რა გამოვდივართ? დაძმები არა? მეც თუ ვამბობ რომ მამაა და შენც ამბობ რომ მამაა და მისთვის ჩვენ ყველანი შვილები ვართ. ერთმანეთისთვის დაძმები არ ვართ. განა იმიტომ ვართ დაძმები სიტყვაზე რომ აქ ერთად დავდივართ საკვირაო სკოლაში თუ კლასში თუ უბანში ერთად ვართ. არა, მაგიტო კი არა. სრულიად უცხო ადამიანი რომ იყოს, ისი შენი ძმა არის და შენი და არის. ეხლა თუ ჩემი ძმაა და ჩემი და მე როგორი დამოკიდებულება უნდა მქონდეს, შეხედეთ. თუ მას სიხარული აქვს, მე უნდა მიხაროდეს. ხო მართალია. შენი ძმაა და მისი წარმატება არ უნდა გიხაროდეს? თუ რაღაცა ცოდვაში ჩავარდა ან რაღაც სამწუხარო შეემთხვა, შენ უნდა გწყინდეს. ბუნებრივი მდგომარეობა ეს უნდა იყოს. მაგრამ მოდი ახლა ესე შევხედოთ. ზოგჯერ ხდება რომ ჩვენ ვიღაცის სიხარული არ გვიხარია, პირიქით გწყინს და სხვის სიხარული რო გწყინს, ეს არის შური. სხვის სიკეთეზე მწუხარება, ეს არის შური, ასე განმარტავს სულხან-საბა ორბელიანი. და შეიძლება ზოგჯერ სხვა დამწუხრებულია და შენ გარგა წუხებ. შენ არ ხეინად ხარ, გულთან ახლოს ვერ მიგებ და მაშინ რაშია საქმე? და ესე იგი ჩვენში რაღაცა ვერ არის ჯანმრთელად. აი მაგალითად რომ წესით ადამიანს ტემპერატურა 36 და 6 უნდა ჰქონდეს, ხო? ჯანმრთელ ადამიანს ზამთარ ზაფხულ წესით აფთიაქებზე ხო გინახიათ 36 და 6-8 წელი შემთხვევით არა. დავუშვათ თუ 38 გვაქვს, ხო ნიშნავს რაღაცა ვერ არის ჩვენში კარგად. და თუ რაღაცა არ გვიხარია მოყვასისა, ესე იგი ამ დროსაც ჩვენში რაღაც ვერ არის კარგად. რაღაცა სამკურნალოა. რომ არ გიხარია შენი მეგობრის, თანაკლასელის, ოჯახის წევრის თუ სხვა, ესე იგი რაღაცა პრობლემაა ჩვენში. ან რომ არ გამწუხრებს ის სხვას რომ რაღაც ჭირი შეემთხვა, რო არ თანაუგრძნობ, რო არ ეხმარები გასაჭირში, ესე იგი შენ მას ძმად და დად ვერ აღიქვამ და ამიტომაც არ გაწუხებს. და უფალს ყველაზე მეტად ესახარებს, რომ ადამიანები ერთმანეთთან შეხმატკბილებით და მშვიდობით და სიყვარულით ცხოვრობენ. აი ესეთი უნდა იყოს ადამიანი. და თუ ასე არ არის, ესე იგი რაღაც პრობლემაა. პრობლემის მოგვარება კი თქვენ იცით, რომ რა გზითაც შეიძლება. თუ რამეს ვერ ხედავ შენში კარგს, უნდა აღსარება თქვა. აღსარების გზით გამოიდევნება ყოველგვარი ცუდი და ადამიანი ბევრს იკეთებს ისწავლის. კარგი, დღეს მე აღარ გადაგლით, ერთი ის დავიმახსოვროთ, რომ საუფრო ლოცვა ქვია და იმიტომ ქვია, რომ ეს თავად უფალმა იესო ქრისტემ ასწავლა თავის მოწაფეებს და ჩვენ მამას ვეძახით ღმერთს და ყველანი რადგან მამას ვეძახით, ჩვენ ერთმანეთის დები და ძმები ვართ და თუ ამის აღქმა არ გვაქვს, ესე იგი რაღაცაა დაზიანებული ჩვენში. მე ახლა წინაზე შეგპირდით, რომ ანდაზები უნდა გვეთქვა. ანდაზები უნდა გვეთქვა, გახსოვთ? და ვერ მოვასწარეთ. მე ერთი ბავშვი მაინტერესებს, აქ ერთი პატარა ბიჭი იყო, წინაზე რომ გაგვინაწყენდა, რომ უნდა ეთქვა და ვერ ვათქმევინეთ. არა ჩანს. აბა მარიამი ქვია დედას და თუ აქ არის, არა ჩანს, ეთქობა გაგვიბრაზდა და აღარ მოვიდა. მოდი ერთ ანდაზას მე ვიტყვი და მე რიგრიგობით ასე გავაკეთოთ, ანდაზა ერთი თქვენ თქვით, ერთ თქვენ შეკითხვას წავიკითხო, რომ ისინიც არ დაგვრჩეს უყურადღებოდ. მოდი ერთი ასეთი ანდაზა გამახსენდა ახლა უცბად თავში. შორი გზიდან მოიარე, შინ მშვიდობით მიდიო. ხო არის ნათქვა?
ეხლა მე მაინტერესებს, აი თქვენ როგორ გესმით ეს ამბავი. თქვენი აზრი მაინტერესებს. ჯობს რთულად გააკეთო საქმე, ვიდრე ანუ პატარა საქმე და ცუდად გააკეთო და სწრაფად მაგას ჯობია რომ დიდხანს აკეთო და გვიან მოსჩი. ჯობია დიდხანს აკეთო და გვიან მოსჩე. კი ბატონო, აბა შენ რას გეტყვი? 9 ძმა არა, ეს ანდაზა როგორ გესმით? ჯერ ამაზე ვლაპარაკობთ. 9 ძმაზე მე. როგორ გესმით? აბა ეს ანდაზა, აბა მარიამ, შენ როგორ გესმით? შორიგზიდან მოიარეო. არა, ანდაზა ეს მერაზეც ვამბობ. ეხლა ჩვენ თუ ერთმანეთს არ უსმენთ და შენთვის იტყვი, მე ჩემთვის, ის თავისთვის რა აზრი აქვს ეგრე? ეს ანდაზა მე რაც თქვი, როგორ გესმით? შორიგზიდან მოიარე, შემშვიდობით მით. ჯობია დიდი ხანი აკეთო, მაგრამ კარგად გამოგივიდეს, ვიდრე ცოტა ხანი დახარჯო და ცუდად გამოგივიდეს. კი ბატონო, ბარბარე, შენ რას გეტყვი? ჯობია. ადეკ, თუ ჯობია. ჯობია შორიგზიდან მოუარო, რომ მშვიდობით მიხვიდე, ვიდრე შავ და ბნელ და ცუდ ადგილას წავიდე. ვიდრე ცუდ გზით წავიდე. კი ბატონო, მე ერთი ეს რა მინდა გითხრათ. დავუშვათ რაღაცა ნივთი გინდა რომ შეიძინო. უпростоრად ნივთი გინდა რომ მოიპოვო. ბიჭებო, თქვენ თუ მანდ ანეკდოტებს ყვებით, მოდით ცალ-ცალკე დასხედით. აქ მაგის ადგილი არ არის, მე ხა კომედი შოუ ხო არ მიმყავს. მოდი ვაშკაცო ჩემთან გადმოდი. მოდი. შენ რა ვიცი, მე მგონი შენ გიყურებ და მოდი გადმოდი აქეთ. შენ ეთყობა კარგი ანეკდოტები იცი და შეინახე ზოგი რომ მეც მომიყვე. დაჯექი. არ გეწყინოთ რა ვქნა, ეს თქვენთვის არის ისე უკეთესი. ნახეთ შორიგზიდან მოიარე, შემშვიდობით მიდი. დავუშვათ რაღაცა ნივთი გინდა რომ მოიპოვო. არის ერთი გზა რომ ეს მოიპარო. მაგრამ ეს არ არის მშვიდობიანი გზა. ამის გამო შეიძლება სულ ცოტა ძალიან შერცხვე და უფრო მეტი შეიძლება ამის გამო საპატიმროში მოხდე. და აღარაფერს ვამბობ იმის გამო თუ ვინმე შურს იძიებს შეზე და სამაგიეროს გადაგიხდის სხვაგვარად, შეიძლება საერთოდ სიკვდილითაც კი დაამთავრო ყველაფერი. გესმით? გრძელი გზა რა არის? იშრომო. შენ თვითონ მოიპოვო შენი ჯამაგირით, ხელფასით არა და შეიძინო ისე რომ ეს უსაფრთხო იქნება. როგორც იტყვიან, არალი და უსაყვედურო, არავინ არ დაგაყვედრებს, არავინ არ დაგამადლებს, არანაირი საფრთხე არ გემუქრება, მშვიდად შეგიძლია დაიძინო და დატკბე იმ შენი მონაპოვარით. მაგრამ თუ მოიპარავ და მოკლე გზას ეცდები, ან წაართმევ, ან რაღაცა მლიქვნელურად, რაღაცა საკურლად მოიპოვებ, ეს საფრთხის შემცველი გზა არის. შეურაცხყოფა, პატიმრობა და შეიძლება გარდაცვალებაც კი. ამიტომ ჯობია იშრომო, შენთვისაც გქონდეს სარჩო და სხვასაც გაუნაწილო. ეს გრძელი გზაა, დროს მეც მოითხოვს, მეტ ენერგიას მოითხოვს, მაგრამ უსაფრთხოა. აი ამაშია საქმე. ეხლა თქვენ მითხარით ერთი ანდაზა და მე ერთ შეკითხვას წავი. აბა ვაშკაცო. თაგვათხარა გადამოთხარო. ეგ რას ნიშნავს? ძალიან კარგია. რას ნიშნავს? თაგმაროთ ხარ, რას ნიშნავს? შენ გინდა რომ გითხრა რას ნიშნავს? აბა? ვის უნდა რომ გითხრა რას ნიშნავს? გითხრას. ვინც არ ყოფილა. რა უცუნცულებო? დასხედით. დაჯექი 10-იანი. რას ნიშნავს? აბა ცოტა მოზრდილები ხო არ გვეტყვით? თაგმა რატო გამოთხარა? კატა. აბა? ჩემი აზრით ეს ანდაზა იმას ნიშნავს, რომ ბევრი შრომაც არ არის მერგებელი. ცოტა ამოეთხარა, კატა არ გამოჩნდებოდა, მართა. აჰა, ხოდა ეგონა კომედი შოუს, რო გინდოდა. შენ გინდა გითხრა რას ნიშნავს? ეხლა მოდი. აბა ნახოთ, მე ძალიან მაინტერესებს რას ნიშნავს. თან იმიტომაც, რომ დიდები რო იყვნენ, პატარები მოისმენენ. აბა? მოკლედ რომ თქვა
თვითონ რომ შარში იცი რომ გაეხვევა, მაგრამ იგივე საქმეს აკეთებ. მაინც იცი რა მოგელის იმ საქმით, მაგრამ მაინც რომ აკეთებ. მაინც რომ აკეთებ. თან რო გეუბნებიან, არ გააკეთო და არა უნდა გავაკეთო ამო. ძველახთმაში არის ასეთი სიტყვები. ძველახთმაში, აი მაგ ანდაზის კვალობაზე ვამბობ. არის ასეთი ძალიან საინტერესო სიტყვები. ხილებული კაცი თუ კვლავ ჯიუტობს ანაზდეულად და უკურნებლად შეიმუსრებავ. შეიმუსრება ნიშნავს დაიმტრევა, დაინგრევა. ეხლა ხილებული კაცი ვინ არის? გეუბნებიან არ მოიპარო და კიდე იპარო. გეუბნებიან არ თქვა ეგ სიტყვა რასაც ამბობ და მაინც ამბობ. ანუ გამხილებენ შენ მაგას ნუ ამბობ, ეგ არ ვარ და მაგას ნუ აკეთებ, არ ვარგა და შენ ჯიუტობ. არა ეს კარგია, ესე უნდა აკეთო. ნახეთ ანაზდეულად, ანუ მეხსეულად, უცაბედად და უკურნებელად შეიძლება შეიმოსრო. ანუ ისეთი რამე დაგემართოს, რომ გამოსავალი შეიძლება ძალიან ძნელი საყოვნელი იყოს. ამიტომ რაღაცას რო გეუბნებიან, ჯობია რომ ორად იყო და არ გააკეთო. ბიჭებო, მანდეთ რა ხდება? შოუა? აი ერთ მაგალითს მოვიყვან, ახლა საამისოდ. ახლა მით უმეტეს ისეთი პერიოდია, ალექსანდრეს გაუმარჯოს. ისეთი პერიოდია ახლა რომ აი ბოლოზარების პერიოდი ხომ არის? ეუბნებიან ახალგაზრდას რომ არიარო ჩქარად. ჩქარა არიარო. ნელა იარო. მაგრამ მანდ არის ხოლმე ამპარტავნების ზეიმი. რა არის ამპარტავნების ზეიმი? რომ დაჯდე მანქანაზე და ვიღაცას თავი მოაწონო, ნახე როგორ სწრაფად დავდივარ, მე იმას გავუსწარი. ეხლა აი გოგოები შემოვხედავენ, ნახე რა მაგარი ბიჭია იტყვია. და ზოგ შემთხვევაში ნახეთ მე რა ხდება. ერთმა წამმა შეიძლება შეცვალოს შენი ცხოვრება, ან გარდაცვალება მოყოს იმავარიას, ან დაინვალიდება. შენს გარშემო კიდევ უამრავი ხალხია, მარტოშა ხო არ ხარ. ეგოისტურად კი არ უნდა იფიქრო, აი მე ჩემზე კარგი თქვან და შენს უკან შენი მშობლებია, დედმამიშვილებია, იქნებ ვიღაცისთვის შეყარებულია თუ მეგობარია, რამდენი ადამიანს უნდა ცხოვრება დაუმახინჯო. გული უნდა ატკინო მთელი ცხოვრება. გესმით რაზეა ლაპარაკი? თქვენ იმ ასაკში ხართ, რომ ნელა მოგიწევთ, რომ ეს პერიოდი დადგება და რისთვის აპარტამენტების გამო და თუ დაუშვათ ვიღაც არის საავადმყოფოში წასაყვანი სასწრაფოდ და ამის გამო იჩქარებ, ეს კურთხეული იქნება. შენ აქ აპარტამენტების გამო არ ჩქარობ. შენ აქ ჩქარობ იმ ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად. ეს სულ სხვა რამე. აი ამ გზაზე ყველა ჯვარი წერია. ამ გზაზე რამე რომც მოგივიდეს, ეს დალოცვილი იქნება. მაგრამ აი სადაც ამპარტავნების გამო მოგივა რაღაცა, ეს ვერ იქნება დალოცვილი. იმიტომ შენ გეუბნეოდნენ, არ გააკეთო და შენ იმის გამო რომ ვიღაცას თავი მოაწონო, რომ მაგარი ბიჭი ხარ, მაგრა დაქრი ხარ. ან გოგო ხარ, ნუ გოგოები ძირითადად ამას არ აკეთებენ. მაგრამ სხვა საკითხში შეიძლება რაღაც გააკეთოს გოგონამ თავის მოსაწონებლად და იქ საფრთხე შეექმნას. ამიტომ ჯობია რომ არ იჩქარო. რა ნელა რომ მიხვალ, რა იქნება? პირველი თუ არ მიხვედი, რა რადგინა რომ ტაში დაგიკრან თქვან და ზუსტად ის წამი, როდესაც ჩვენ აპარტავნულად განვიზრახავთ რაღაცას, აი ეს წამი აღმოჩნდება ხოლმე დამღუპველი სწორედ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს мотиваციას, რატომ ჩქარო? აი ესეთი ამბავი, მოდი ახლა თქვენი შეკითხვებით ჩავთოთ საქმეში, თან ანდაზო, თან შეკითხვა. თან ისე რომ ძალიანაც არ დაგღალოთ, თუმცა ხალხი დასვენება გაქვთ. ნახოთ აბა. მამაო, როგორ მოიქცე, რომ ერთი და იგივე ფიქრები და სცენარები გონებაში არ მიტრიალებდეს და სულიერ სიმშვიდეს არ მიკარგავდეს.
უძლური მგონია ზოგჯერ ჩემი თავი. კი არ გგონია ზოგჯერ უძლური შენი თავი. შენ ნამდვილად უძლური ხარ. ისე როგორც მე, ისე როგორც სხვა. მაგრამ ძლიერი არის ღმერთი. ამიტომ მე ერთ-ერთმა ძვირფასმა სასულიერო პირმა ის ხათაშორის ალექსანდრის მოძღვარმა. მამა თეოდორე გიგნაძე, მე თავის დროზე ერთი ასეთი მეც მქონდა ეგეთი ფიქრები, ახლა რაზე თქვენ ამბობთ. და კითხე მას, როგორ მოვიქცემეთ? მან ასეთი რამ მითხრა. თქვენ იცით, რომ ის ძალიან გამოცდილი მოძღვარი. ორი ძლიერი საშუალება არსებობს. იმისათვის, რომ ამ ფიქრებს თავი დააღწიო. პირველი, ეს არის, რომ არ იფიქრო ამაზე. სხვა რაღაცაზე იფიქრო. მაგრამ ეს არ არის, მხოლოდ ეს საშუალება არ არის ძლიერი, თუ მეორე საშუალება არ ახლავს. ეს არის ლოცვა. რომ იესოს ლოცვით გაძლიერდე. თან ეცადე რომ სხვა რაღაცაზე იფიქროდა. თან ილოცვა. აი ეს ორი ძლიერი საშუალება. ერთ-ერთ ბერს კითხეს. ლოცვა ვინ გასწავლა? და მან საოცარი და რეალური თანამედროვე დროს და ცოტა ჩვენთვის საკვირველი პასუხი გასცა. ლოცვა ეშმაკმა მასწავლა. როგორ და ის რამ ფიქრები და გულის სიტყვებით მიტევდა, მე ვლოცულობდი. რაც უფრო ძლიერი იყო მისი შემოტევა, ჩემი ლოცვა ძლიერდებოდა. აი ამან მასწავლა ლოცვა. გესმით? ის რომ ეს ფიქრები ვიღაცას აწუხებს, ჩათვალეთ, რომ თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ლოცვის სასწავლებელი. მოგივა ფიქრი ილოცე და ეშმაკი რომ შეატყობს, რომ შენ რომ გაცდის ამ ფიქრებს, უფრო ლოცვაში ძლიერდები, შენს წისქვილზე წყალს არ დაასხამს და ეგეთი ფიქრები ნელ-ნელა გაქრება. გესმით? მე შეიძლება სხვა გზა ნახოს, სხვა მხრიდან შემოგიტიოს, იქაც ეგრე. ანდაზის დრო მოვიდა. ორი კურდღლის მადევარი ვერც ერთ ვერ დაიჭერსო. ეგ რას ნიშნავს? ეგ ახლა უკან უთხარი ახალგაზრდებს ზოგს ორი შეყვარებული რო ყავს. რას ნიშნავს ეგ? ორი შეყვარებული თუ ყავს, ერთიც არ დაგრჩება ბოლო ჯამში. აბა მაიცადე, არა, მაიცა დამშვიდდეთ, ეგრე არ გამოვა. შევნა გითხრა ეგ რას ნიშნავს? არა, ეგ ვინ გვეტყვის რას ნიშნავს? მართა გვეტყვის რას ნიშნავს? მაგალითად, ორ ვიღაცას როიჭრა, შეიძლება ვერც ერთი ვერ დაიჭრას. ერთი უნდა ამოირჩიო, მართალია. კიდევ ხო არა გვაქვს მაგალითები გვაქვს? აბა? არა? გამომართი? მაგალითად, ორსახელს ვაკეთებთ, ვერც ერთს გავაკეთებთ, ბოლომდე და კარგად. მართალია. შენ რას გვეტყვი? აბა მაიცადე, მარიამს მოვიდა რაღაც. მარიამი არის ჩემი სტილისტი. ეგ არის ამ ბოლო დროს მანიკურებს აღარ მიკეთებს ეზარება. ორი ნივთი რო გინდა რომ აიღო და ვერ ირჩევ, ბოლოს ვერც ერთს ვერ მოგცემენ. მართალია. შენ უნდა აირჩიო რომელი გინდა, არა? როდესაც რაღაცა ჭამდა, შეგიდა რომ ორი რაღაცა ჭამო ერთდროულად, საბოლოო ჯამში ისე გამოვა, რომ გასკდები და ვერც ერთს ვერ შეჭამ. მართალია. აბა? ორი კამფეტიო გახდა. ერთიო მოგწონს და მეორეც მოგწონს, ბოლოს ისე გამოვაო. ორივე ვიჭამო ხო? არც ეს არ იქნება გემო. მოდი ახლა მეც გეტყვით მაგის ჩემეულ განმარტებას, მოდი საყვარელო. მაგალითად, ადამიანს ორი არჩევანი აქვს, ერთი არჩევანი, უბრალოდ ორი რაღაცა შორის. აირჩიოს თან სასუფეველი, ან ეს მიწიერი ცხოვრება. და თუ ცდილობს, რომ ორივე ჰქონდეს, ანუ ღვთის წინაშეც გამართულად გამდეს ნავის და აქაც ამ წუთის სოფელში არ ეთმობოდეს რაღაცეები, ის ღმერთსაც დაკარგავს და იმატერიალურსაც. მაგრამ თუ ამ ორიდან ის ღმერთს აირჩევს,
უფალი გვეუბნება, პირველად სასופველი და მისი სიმართლე ეძებეთო და ყველაფერი შეგეძინებათ თქვენ. აი ამ ორიდან თუ ღმერთს აირჩევ, შენ ღმერთსაც იპოვე და ამ მიწიერ სფეროშიც რაც დაგჭირდება ღმერთი მოგცემს. მაგრამ თუ მიწიერს აირჩევ, ან ორივეს ერთად აირჩევ, ორივეს კარგავს. აბა საყვარელო, შენ რას გვეტყვი? აბამით, ლექსებით ჩავრთოთ საქმეში. ჯერ ხომ მარტო ვარდია, ჩვენი დიდი განძია, აქ რომ ზის დარბაზია, ისეთი ლამაზია, თითქოს ქვაში ვარდია, თამარ მეფის ვარდია, საქართველოს განძია. შენ რა გქვია? შენ საქართველოს განძი რო ხარ, იცი? შენ საქართველოს განძი ხარ. აი შენნაირი კუდრაჭები კიდე აქ რო არიან, გაიქეც, მადლობა. რა მოხდება თუ გოგო ტაძარში უთავშლოდ და უკაბოდ შევაო? რა მოხდება იცით? თუ ის მართლაც ეძებს რომ ეკლესიურად იცხოვროს, ცოტა ხანში დაფიქრდება და მიხვდება რომ უკეთესია კაბა ეცოს და მანდილი ეხუროს და ასე შევიდეს. აი ეს მოხდება. თუ მართლა ამას ეძებს, თუ არ ეძებს, ის მოხდება რაც მოხდება. ეკლესიაში ლაპარაკი ძალიან დიდი ცოდვაო. იცით რა არის? ადამიანი რომელიც აი მაგალითად რა ქვია შენ? აი მაგალითად მე თაკოს ველაპარაკები. ამ დროს ვიღაც მოდის და ხმაურობს. არ მათთვის რომ დაველაპარაკო. ეგ კარგი საქციელია. და მე თუ თაკოს ველაპარაკები და ხელს მიშლის, ანუ ადამიანი ადამიანს ელაპარაკება და ვიღაცა ხელს მიშლის და თქვენ ამბობთ რომ ეს უზნეო საქციელია. მე თუ ღმერთს ველაპარაკები და შენ ხელს მიშლი, ეგ არ არის უზნეო საქციელი? უფრო დიდი უზნეობა. ამიტომ უნდა თავი შეიკავო. იცი რატომ? აქ იმხელა რამასთან გაქვს საქმე, იქ თავშეუკავებლობა ნიშნავს, რომ შენ საერთოდ ვერ ერკვევი სადახარ. ესმით? შეიძლება თუ არა მამაოს შეცვლა, როგორ უნდა მოიქცე, ანუ მოძღვარი რო შეიცვალა. ნახეთ ახლა როგორი სიტუაციაა ბავშვები. თუ დაუშვათ მოგიწია რომ ერთი ადგილიდან სხვა ადგილზე მიდიხარ და აღარა გაქვს ესეთი მჭიდრო ურთიერთობა მოძღვართან. აი მე მაგალითად ასე ვიყავ. გორში მყავდა თავიდანვე მოძღვარი, მამა გედეუნია ჩემი მოძღვარი იცით. მაგრამ როდესაც თბილისში წავედი სასწავლებლად, ჩემი მოძღვრის როცა კურთხევით, იქაც სადაც მომიხერხდებოდა, ხან ერთ მოძღვართან, ხან მეორესთან, ხან ძირითადად 2-3-თან მქონდა ხოლმე ესე ურთიერთობა. ვაბარებდი აღსარებას, მაგრამ აქ როდესაც ჩამოვდიოდი, პერიოდულად ჩამოვდიოდი, ჩემს მოძღვარს ვესაუბრებოდი ამ ყველაფრის შესახებ. და ასე შეგიძლია გააკეთო, თუ რაღაცა რეალური მიზეზი არ არსებობს, რომ მოძღვარი შეიცვალო, ჯობია არ შეიცვალო. ეხლა მაგალითისთვის ვიტყვი. დაუშვათ ზოგჯერ არის ასეთი რამეც, რომ ერთ ადამიანს რაღაცა ცოდვა აქვს დაერიდება უკვე თავის მოძღვართან, რომ დღეს ფიქრობს, რომ წავალ და იმ უცხო მოძღვარს ვეტყვი. მაგრამ ეს პრობლემა მოძღვარში კი არ არის, ჩვენშია და ჩვენ იქაც დაგვიდგება რაღაც პრობლემა. და თუმცა შესაძლებელი არის, რომ შეიცვალო, მაგრამ ესეც შენი მოძღვრის ლოცვა-კურთხევით უნდა გააკეთო. მაგრამ ზოგჯერ ასეც ხდება. აი ვიღაცა მოდის ჩემთან. მეუბნება, მამაო, მინდა რომ აქ მოვიდე ხოლმე აღსარებაზე. მეუბნები, წადი შენს მოძღვარს შეეკითხე. მიდის, თავისი მოძღვრისგან იღებს კურთხევას, საბოლოო ჯამში მე აღარც იქ მიდის და აღარც აქ. მე ყოველთვის ვარჩევ ხოლმე, აი მაგალითად ურჩევ ხოლმე ასეთ რამეს. დავუშვათ ვიღაცა დიდი ხნის დაკარგულია, ტაძარში აღარ დადის და ახლა მოვიდა და მეუბნება, რომ მამაო, მინდა რომ მოძღვარი იყოს. მე ვეუბნები, ჯობია წახვიდე და შენს მოძღვართან დაბრუნდე. ერიდება, რომ დიდი ხანი აღარ ყოფილა და ჯობია რომ მიხვიდე და ეშინიათ, რომ აი რაღაცა როგორ ასიფიქრებს, არა
პირიქით რას იფიქრებს? გაეხარდება რომ დაკარგული ცხარი გამოჩნდა და მივიდა. მეტი რა უნდა იყოს? ყველაფერი რასაც გააკეთებ, შენი მოძღვრის ლოცვა-კურთხევით უნდა გააკეთო. კითხო შენს მოძღვარს და ირჩევს როგორ გააკეთო. ანდაზა? აბა წავით. ძალიან გადავამლაშე ეთყობა და ანდაზა უნდა გამტირთოს. ეხლავე და მოვალ თქვენ. ერთი ყველასთვის ყველა ერთი. ეგ მუშკეტერების დევიზია. მუშკეტერების. თუმცა ეგ მუშკეტერებამდე ეგ ქრისტიანობა ეგ არის. ქრისტე ჩვენთვის მოკვდა ჯვარს ყველასთვის. როგორ ამბობს ილია ჭავჭავაძე რომ ქრისტე ღმერთი ჩვენთვის ჯვარს ეცაო და ჩვენც ჯვარს ვეცვით ქრისტე ღმერთისთვის ჩვენი ქვეყანა. აბა კუდრაჭა. ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი. ეგ რას ნიშნავს? აჰა, მოდი მაშინ გავარკვიოთ რას ნიშნავს. ცოტა მოზრდილებს კითხოთ, აბა. შენ გინდა გითხრა რას ნიშნავს? აბა? რომ ჯერ უნდა დაუკვირდე რას აკეთებ და მე მთლიანად დაასრულო. კი ბატონო, ანუ სანამ რამეს გააკეთებ. ნახეთ პატრიარქმა ილია მეორემ რა გვასწავლა ჩვენ. კატეგორიული აზროვნება კი არ უნდა ისწავლო. აი დავუშვათ შენ ფიქრობ რომ დავუშვათ გინდა რომ ეს დაფა შუაზე გადაჭრა. ასე უკეთესი გამოვა. ორი ცალი გექნება. მაგრამ უნდა დაფიქრდე რომ იქნებ ორი კი გექნება, მაგრამ ის პატარ-პატარები არ გამოგადგეს და დიდი გჭირდება. უნდა ისწავლო ანალიტიკური აზროვნება. ეგ რას ნიშნავს? კატეგორიული აზროვნება არის რომ მე ასე მგონია და გააკეთო. ანალიტიკური აზროვნება რა არის? ანალიზი, ხო გაიგონიათ ანალიზი? აი რომ მიდიხარ ანალიზებს ჩააბარე პასუხს. გაუკეთო ანალიზი შენს გასაკეთებელ საქმეს. აი თაკოს შეეკითხო, ამ პატარა ცუნცულებს შეეკითხო, კიდე მეხუთეს, მეექვსეს და მე დაფიქრდი ამათი რჩევები გაითვალისწინო და შენ იქიდან გამოიყვანო კარგი გამოსავალი. 100 ჯერ გაზომო და მე გაჭირე. კარგად დაფიქრდე და მე გააკეთო. აბა შენ რას გვეტყვი? ნუდას ცინის სხვასაო გადაკვდება თავსაო. ეგ მე მგონი ყველა მიცით რასაც ნიშნავს, ხო? თუმცა დღეს მე მგონი ამას ყველაზე ნაკლებად ითვალისწინებენ ადამიანები. მაინც დასცინია. სხვას არ უნდა დავცინოთ, იმიტომ მე ჩვენ გადაკვდება თავს. კი ბატონო, ოღონდ ერთი რამე პატარა შენიშვნა გავაკეთოთ. იმიტომ კი არ უნდა შეიკავო დაცინვისგან თავი, რომ შენც არ გადაგხდეს. ეგ ნიშნავს, რომ ადამიანი ჯერ ძველი აღთქმის პერიოდში იმყოფება, როდესაც ნათქვამი იყო, რომ თვალი-თვალისაწინ, კბილი-კბილისაწინ, ანუ არ დავცინო, იმიტომ რომ მეც არ დამცინო. მაგიტო კი არა. იმიტომ არ უნდა დასცინო, რომ იმ ადამიანის მდგომარეობაში უნდა შეხვიდე. ვინ იცის, რას განიცდის ის ადამიანი ამ დროს, შენ რომ დასცინო. მე იცით ზოგი ვერ უძლებს მაგ დაცინოს და დაჩაგვრას და თავის თავს რაღაც უბედურებას დამართებს. აი ამ ბოლო დროს მქონდა მე შემთხვევა ერთ-ერთ ასეთ ადამიანთან, რომელსაც დასცინოდნენ და ამ ბავშვმა რაღაცა ცუდი დამართა თავის თავს. მადლობა ღმერთს რომ გადარჩა. მაგრამ რა გარანტია გაქვს, რომ შენ როს ვინმეს დასცინებ, ის გაუძლებს მაგას. ამიტომ იმ ადამიანის მდგომარეობაში უნდა შეხვიდე და უნდა თავი შეიკავო. კითხვები? აბა შენ რაღაცა ესეთი ჭკვიანი თვალებით იყურები. რაც მოგივა, რაც მოგივაო, ყველათა შენი თავისაო. შენ განაცვალ. ეხა ეგ იცი რატო არა თქვა? გვერდზე დავითი უზის და რაც მოგივა დავითაო, ეგ აღარა თქვა. თავის თავზე არ ეგონოს. შენს. გაითვალისწინა. სხვადასხვა სად არ ვიცი, კახეთშიო თუ სადღაცო, ერთ კაცო ხელი ქონდა მოკვეთილიო, ორი გოგია ცხოვრობდაო და ერთ ხელი ქონდა მოკვეთილი და ეხა რო გაერჩიათ ხოლმე, კი არ ეძახნენ ცალხელა გოგიაო, არ ამბობდნენ რომ გული არ ეთკინათ, მაგრამ იმ მეორეს ეძახდნენ ორხელა გოგიას. აი რომ
ეხლა ამისთვის რო ეგ დაიძახათ გული ეთქნება. იმას რომელი გოგია, რომელ გოგიაზე ამ? აი ორხელა გოგია რო იმას. არც ერთს არ წინდა და არც მეორეს. რა? იმასთან ერთი ხელა და იმის დარდი. დარდი ეყოფა მართალია. სხვათა შორის აი ბახტრიანის ბრძოლასთან დაკავშირებით ასეთი რამეა ნათქვამი. მეფე რო ეუბნება ვაშკაცს რო ბედის ხაზ დაამონებს დასატანჯავად ისიც ეყოფაო. ანუ დაჭრილებს პატივი ეცითო. გესმით? ტერზე აი რამხელა სიმაღლე ახლა მე მაგაზე რო ვფიქრო ხო იცით თან რა დროს მახსენდება ხო? ყოველთვის არ მახსენდება და ყოველთვის ვერ ვითვალისწინებ. უბრალოდ გეტყვით რაზე მახსენდება ხოლმე და თქვენს თუ მარცად ახლა ხელი ხო დაგეღლება და ასე. მეფემ ესე იგი ბრძანა რომ დაჭრილი მტრისთვის წყალი მიეტანათ, ენუგეშებინათ, არ შეურაცხყოფა არ მიეყენებინათ. იმიტომ რომ ვაშკაცო ბედი რო სხვას დაამონებს ეგენ რომ ჩვენს მონობაში ჩავარდნენ. სატანჯველად ეგეც ეყოფათო და აღარ დაუმძიმოთ ეგ ტვირთი. რა დროს მახსენდება ხო? დაუშვათ აი თქვენ იგივე დაცინაზე რომ ამბობთ. ვიღაცა ტალახში ჩავარდა და ანუ შესარცხენად ის არ ეყოფა ტალახში რომ ჩავარდა. კიდე შენი დაცინა უნდა? ან აი რაღაცა შეეშალა. დაუშვათ ვიღაც გამოვიდა და ლექს ამბობს და შეეშალა. და გაწითლდა. შერცხვა, იმას კიდე შენიშვნის მიცემა უნდა? არ ყოფნის დასატანჯავად რომ შერცხვა? გესმით? აი მაგაზე, მაგ დროს მახსენდება ხოლმე და აღარ მაქვს ხოლმე სურვილი რამის შენიშვნა მიცეა. კითხვები. როგორ უნდა მოიქცეს კაცი სამძიმარზე? სამძიმარი რა არის? მოდი ავხსნათ თან. რა უცუნცულებო, ლექსი გინდათ რომ თქვათ? სიმღერა? ჩვენ დაიყვანეთ. ალბომით. თქვენ დაიკვირდით თან წადით. როგორ უნდა მოიქცეს კაცი სამძიმარზე? სამძიმარი რას ნიშნავს ახლა? მოდი ეს თქვათ. ყველა მიცით თავისთავად, მაგრამ ვინც იკითხა ამისთვის. დაუშვათ ვიღაც გარდაეცვალა ადამიანს. წუხარეა. შენ უნდა მიხვიდე, მიუსამძიმრო. ანუ გეშო. გვერდში დაუდგენ. გაიზიარო მისი წუხილი. და შენ იქ მისვლა, მას ანუგეშებს. ოღონდ როდის ანუგეშებს? შენ თუ სახში მუსიკები გაქვს ჩართული და კარს გამოიხურავ და მიხვალ და ვიზიარებ შემწუხარებას რომ ტირალკაც ეთყვი. მერე დაბრუნდები და ისევ მუსიკების მოსმენას გააგრძელებ, ეგ შენი მისვლა ჰაერია, გინდა ყოფილა, გინდა არ. შენ რო გადაწყვეტ რომ მოიკლო რაღაც. ეხლა იმ სახში მუსიკები ჩართულია, სადაც მიდიხარ, ხო არ არის ჩართული? აი მაგალითად ჩვენს პატარაობაში ასე იყო, თქვენი მშობლების და ჩვენი მშობლების პატარაობაში კიდევ უფრო ასე. სოფელში რომ კაცი გარდაიცვლებოდა, მთელი სოფელი გამორთავდა ტელევიზორს, არ უყურებდა. ამითიც თანაზიარი იყო. აი სიტყვაზე ვამბობ, დავუშვათ თანაკლასელს ვინმე გარდაეცვალა. აი თუ მთელი კლასი გადაწყვეტს რომ მოდი, ან ვინც გადაწყვეტს ის იქნება ღირსეული. მოდი ჩვენ 40-მდე, სანამ 40 დღე გავა. ავითამაშოთ ტელეფონით. და შენი კლასელი რო დაინახავს, რომ ნახე ეს ბავშვები ჩემი მშობლის გამო თუ ვინც გარდამეცვალა, იმის გამო აკეთებენ ამას, მისი გული მართლაც ინუგეშებს. მაგრამ შენ თუ ეთყვი რომ ვიზიარებ და ასე შემდეგ და გნახავს რომ ტელეფონიდან თავი ვერ ამოგიყვია და არც კი გადარდებს ის რომ ეს წუხარეა. აბა რაში გამოჩნდება რომ შენ იზიარებ? აი ესე უნდა მოიქცეს სამძიმარზე. ანდაზები რომ ძალიან არ დავამძიმოთ, აბა მარიამო, ძალიან ხო არ დავღალეთ. ისე ანდაზებმა ცოტა გაახალისა აქაურა. ვინც მოითმეს ის მოიგებს. ვინც მოითმეს ის მოიგებსო, ეგ რას ნიშნავს? სხვათა შორის ამას წინათ მოგიყევით ერთი ასეთი ამბავი. გიმნაზიაში მოხდა ერთი საყვარელი ბავშვი, რომელსაც ქვია საბა, ესენი არიან მეოთხე კლასში, აი ლუკას კლასელი. რაღაცა კოკა-კოლა ედო წინ თუ რაღაცა.
ახლა კიდევ ვიღაცამ რეკლამაში არ ჩამეთვალა. რაღაცაები. ადრე იყო რაღაცა ბავშვები მოვიდნენ და რაღაცა გაბრაზებულ კაცზე ვლაპარაკობდი, რომ ეს გაზიანი სასმელი რომ გაბრაზებულია თავს რომ მოხსნი, ხო ყველაფერს და ყველას წუწავს და სანამ არ დამშვიდდება, არ უნდა მოუშვა მეთქი თავი, ან თუ მოხსნი ცოტათი მოხსნა. პირი რომ ერთიანად მოაღო, ყველაზე გადაანთხევი რისხანებას და ესე რაც მოხდა იმ დროს ხელში, თან მუშაობდი, თუ ტალახიანი ვიყავი, რომელიღაცა კლასი მოვიდა. ეს ვიდეო ხო რაღაცა დადეს და აიო, რამდენი გადაუხადა ჭყონიამო, რეკლამა რო გაუკეთავ. მე ეგეთ რაღაცებზე უკვე კაი ხანია აღარ ნერვიულობ, იმიტომ რომ მოძღვარმა მითხრა, არავის არ აყვევა, რაც არ უნდა თქვან. როგორ არ უნდა თქვი, ძაღლი ყეფავს, ქარავანი მიდისო. იმ ქარავანს სულ არ აინტერესებს იქ ძაღლი ყეფავს თუ არ ვადარებ, მაგრამ ეგეთი ნათქვამია. ავაცალი ამ საყვარელს საბას კოკა-კოლა ედო წინ და ავიღე. და ბავშვები იქ რომ თხოვენ ხოლმე, გაგვიშვიო, საჭირო ოთახშიო, ან წყალი გვინდა რაღაც, არავის არ უშვებ ხოლმე, ხუმრობით ვეუბნები. ესეც საჭირო ოთახია მეთქი. ეხლა გაფართოებული პირველად ვისაც ესმის ხოლმე, გაფართოებული თვალებით მიყურებენ. ესე იგი, ესეც საჭირო ოთახია და აქაც შეიძლებაო, ალბათ ფიქრობენ ხოლმე. მაგრამ მე უხსნი ხოლმე რომ არა მეთქი, ეს ოთახი არ არის საჭირო მეთქი. მთელი 12 წელი უნდა ისწავლო ამ ოთახში და როგორ არ არის საჭირო? საჭიროა მეთქი. და ეს ხუმრობით. არ უშვებ ხოლმე წყალზე და ამ საბამ თხოვა რომ მომეციო ბოთლიო თუ რაღაცა და უпроსტად მე რო ავაცალე დაუბრუნე და უთხარი რომ მე შემიძლია დაგიბრუნა მეთქი ეს ბოთლი, მაგრამ იცოდე შენ რომ დალევ, ხო იცი რომ სხვებს ზოგს ბოთლი არა აქვს აქ და მოუნდებათ მეთქი რომ შენ რომ დაგინახავ წყურვალი ადამიანი რომ დაინახავ რომ ვიღაცას თავს ხო მოგინდა შიერი რომ დაინახავ ვიღაცა ჭამს კიდევ უფრო მეტად გაუსაძლისი ხდება. ამიტომ უთხარი მე რო არ მიმეღო მის მაგივრად გადაწყვეტილება. საბა შენ თუ გინდა აიღე მეთქი ბოთლი და დალე, მაგრამ თუ არ დალევ მეთქი, ამითი კიდევ უფრო შეუმსუბუქებს სხვა ბავშვებს და უფრო ადვილად მოითმენენ წყურვილს მეთქი. და ამ საბამ თქვა რომ არ დავლევ და ბოლომდე მოითმინა. მერე გაკვეთილის ბოლოს თქვი რომ აი საბამ ესეთი ღირსეული საქმე ჩაიდინა მეთქი. მას შეეძლო აიღო, მე არჩევანი მასზე მივანდე, მე არ გადამიწყვეტია მის მაგივრად, მაგრამ მან არ აიღო და გულში ალბათ როგორი სიხარული ჰქონდა რომ თანაკლასელების გამო ითმენდა. მან რა იცოდა მე ამის გამო შევაქებდი თუ სრულიად ყურადღების მიღმა დავტოვებდი. მაგრამ მას გულში სიხარული ექნებოდა რომ სხვის გამო ბოლომდე მოითმინა. აი გარი, ვინც მოითმენს, ის მოიგებსო. ვაშკაცო, თაში გაზრდილო, აბა მოდი. აიცა მე მოვალ. ამოვალ მაიცა და ათჯერ კაცი დაფასებულა 10,000-ჯერ ზრდილობა. შენ გენაცვალე, ეგ რას ნიშნავს? იმას რომ უნდა ზრდილობიანად მოვექცეთ ჩვენზე უფროსებს. კი ბატონო, უფროსებსაც და უმცროსებსაც. პატრიარქი ნახე ყველას როგორ მიმართავდა. აი, ეს ვაშკაცი რომ მისულიყო, კი არ ეტყოდა პატრიარქი რომ შენ როგორ ახარო, კი არ ეტყოდა. ეტყოდა თქვენ როგორ ბრძანდებით. გესმით? აი ეს არის ძალიან დიდი კულტურის მაჩვენებელი მდგომარეობა, რაც ჩვენს უწმინდეს პატრიარქს ჰქონდა. აბა არის რამდენი მეტრის არის ფერისცვალების ტაძარიო? დაახლოებით 17 მეტრის. როგორ შევიკავო თავი განკითხვისგან? განკითხვისგან ისე უნდა შეიკავოთ. ბევრი რამე არსებობს, რატომაც თავი უნდა შეიკავო. პირველი, ერთადერთი გამკითხველი არის თავად უფალი. ჩვენ ვინ ვართ, რომ სხვაზე ვამბობთ, ეს ასეთია, ის ისეთია, რა ვიცი მის გულში რა ხდება. იქნებ სულაც არ არის ისეთი შევრო მგონი. აი შეგიძლიათ წაიკითხოთ ო ჰენრის ერთ-ერთი მოთხრობა უკანასკნელი ფოთოლი. იქ ნახავთ
ერთ-ერთ მოხუც კაცს ბერმანს, რომელიც ყველას ამპარტავანი ეგონა. ბოლოს როგორ დამთავრდება ეგ ყველაფერი? მე ხა წინასწარ არ ვამბობ, რომ ინტერესი არ გაგიფუჭოთ. ნახავთ, რომ ადამიანის გულში თუ ჩაიხედები, აღმოაჩენ, რომ ის ისეთი არ არის, როგორიც გარეგნულად ჩანს. ამიტომ ვეღარ განიკითხავ მე. შენ რომ მიცოდე ესა თუ ის ადამიანი რატო აკეთებს ამას თუ იმას, ვიხდებოდი, რომ შენ მის ადგილზე შეიძლება უარესი გექნა. ეგრე არ არის? არია, მომ. ნელ-ნელა ხო არ დავასრულოთ? კი. აი, ერთი კი მაქვს. იქიდან, ერთი კი. კარგი, არა. არ ვასრულებ. აი, მოიცა, ლაზარე მიპოვა შუალედური რაღაც გზა. უყუროთო, მართალია, მე სულად დამოვიწყე. მოდი უყუროთ. თან ერთი წუთი ერთი რამ მინდა გითხრათ, სანამ ამას ჩავრთავ. მე რო ჩავრთავ, შენ შეგიძლია ეგ გამორთ. მე ბავშვებო, ნახეთ, აქ არის ქალაქზე საუბარი, რომელსაც ქვია ნინევე. ნინევია სხვაგვარად ასე. ძალიან მრავალრიცხოვანი ქალაქი. აი უბრალოდ რო აგიხსნათ, როგორი მრავალრიცხოვანი. გორში და გორის რაიონში მე რამდენადაც ვიცი, ცხოვრობს 50,000 ადამიანამდე. აი ამ ქალაქში 120,000 ცხოვრობდა მხოლოდ ისეთი, ვინც მარჯვენასა და მარცხენას ვერ არჩევდა. აბა მარჯვენა ხელი აწია. ხო იცი რომელიც? ვინ არის ის, ვინც ვერ არჩევს მარჯვენას და მარცხენას? ძალიან პატარა ბავშვები. თინა, აბა მარჯვენა ხელი აწია. მარჯვენა. აი, ამანაც იცის. ესე იგი, ეხლა დააკვირდით. ქალაქი, რომელშიც 120,000 იმხელა ბავშვია, აი ამაზე პატარა ბავშვები. ეხლა წარმოიდგინეთ, იმ ქალაქში რამდენი ადამიანი იწყო, რამდენი თქვენ ხელა, რამდენი უფრო დიდი, რამდენი ახალგაზრდა, რამდენი მოხუცი და გესმით? ძალიან და აი ეს ქალაქი შეიძლებოდა დაღუპულიყო და რამ გადაარჩინა ეს ქალაქი, აი მაგაზია საუბარი. რამ გადაარჩინა? მოდი ვნახოთ. აბა სცენის განათებაში ვინ არის შუქიროჩა?